ჭადრაკის სასახლე არ იყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება. ჩვენ ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან, გადმოგვეცა უკვე შევადგენთ პროექტს ხარშაღრიცხვას და ალბათ მომავალ წელს დავიწყოთ რეაბილიტაციას. უკვე გამოცხადებულია ტენდერი ანდრია დადიანის სკვერის რეაბილიტაციის და ძალიან მალე ზუგდიდელები მიიღებენ ლამაზ დასასვენებელ ადგილს, სადაც იქნება ძალიან დიდი ჭადრაკის დაფა. ახალგაზრდებს შეიძლება ჭადრაკის თამაში და მე მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება შეემატება ჩვენ ქალაქს. დღეს ბატონი ზურაბ ბაზმეფარაშვილი ჩვენი საჭადრაკო სკოლის აღსასწრებლებთან გამართავს ერთდროული თამაშის სეანსს, რაც დიდი პატივია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ზურაბს და ჩამობრძანებულ სტუმრებს. პირველ რიგში სტუმრად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს, აქ უბრალოდ შევიძლია დავუძღავთ ამას ვიზიტი იმ ფარგლებში, რასაც ქვია საერთოდ ჭადრაკის განვითარება საქართველოს რეგიონებში. იცით თქვენ რომ ზუგდიდი გამორჩეული მხარეა, რა თქმა უნდა მაგას საუბარი და ის ინტერესი რომელიც დღეს არსებობს ჭადრაკთან მიმართებაში ზუგდიდში, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან აუცილებლად ხელშეწყობილი უნდა იყოს ყველა ჩვენი ჩამოსვლა, ვიზიტი, ეს თავისთავად ემსახურება იმას რომ ზუგდიდში და საერთოდ სამეგრელოს რეგიონში განვითარდება უფრო მაღალ დონეზე დავა ჭადრაკი.